ახლა ღაზაზე გადავიდეთ, სადაც მშვიდობის საბჭო აცხადებს, რომ სამეფო მაროკოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ახალ წევრებად შეუერთდნენ. ეს არის ის ორგანო, რომელიც სავარაუდოდ განახორციელებს სამშვიდობო ოპერაციებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2025 წლის ოქტომბრის ზავის მომდევნო ეტაპზე. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად არის ანათ ლევი, ისრაელ-მაროკოს ურთიერთობების ექსპერტი და ისრაელის მისიის ყოფილი წევრი მაროკოში. ანა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ აი 24 ნიუსის ინგლისურ არხზე. მადლობა მოწვევისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია მაროკოს გადაწყვეტილება გაგზავნოს დაგეგმის ოფიცრები საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში ღაზაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი ხდება, რომელიც აქტიურ როლს იღებს ომის შემდგომ ღაზას უსაფრთხოებაში. რას ნიშნავს ეს? Ვფიქრობ, ჯერ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან საწყისი ნაბიჯია, უფრო კოორდინაციასა და დაგეგმვაზეა საუბარი და არა უშუალოდ ძალების განთავსებაზე ადგილზე. და ვფიქრობ, შეგვიძლია ავნიშნოთ ისიც, რომ რასაც ვხედავთ, არის მაროკოს ერთგულების გაგრძელება ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ეხება მშვიდობის საბჭოსა და ISAF-ს. სხვათა შორის მაროკო მშვიდობის საბჭოს რიგითი წევრი არ არის. ის მისი სამი დამფუძნებლიდან ერთ-ერთია, ასე რომ მას მაგალითი უნდა მისცეს სხვებს. ელით თუ არა, რომ მაროკოში შიდა რეაქცია იქნება, როგორ რეაგირებენ მაროკოელები ამ ამბავზე? დიახ, ვფიქრობ, რომ მაროკოში დებატი დიდად არ მიმდინარეობს, ამას საჯარო მედიაში ხშირად ვერ ნახავთ. ვფიქრობ, ეს ძირითადად უსაფრთხოების წრეებშია და მაროკოს ფართო საზოგადოება უფრო შიდა საკითხებითაა დაკავებული და არა ამით. მაგრამ ვფიქრობ, მოგვიანებით, როდესაც ძალების რეალური განლაგება დაიწყება, ალბათ მაროკოს საჯარო მედიაში ამ თემით უფრო მეტი დაინტერესება გამოჩნდება. როდესაც ეს ძალები რეალურად განლაგდებიან ღაზაში, რამდენად შორს არის მაროკოს არმიამ მზად წავიდეს ეგრეთ წოდებული მშვიდობის დასაცავად? დიახ, ვფიქრობ, ეს საკითხები ვიწრო წრეებში განიხილება და ჯერ ძალიან ადრეა რაიმეს თქმა. ასევე შეგვიძლია ავნიშნოთ, რომ ისრაელში არჩევნები გვექნება და ზოგადად რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა ამჟამად საკმაოდ მხიფია. და ვფიქრობ, ყველა ეს კითხვა თავიდან დასასმელი იქნება არჩევნების შემდეგ, როცა მეტი სიცხადე გვექნება. მაგრამ ვფიქრობ, მაროკო რეგიონში არ იქნება ქვეყნად, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას, სურს იყოს ჩართული, აქვს ურთიერთობები როგორც ისრაელებთან, ასევე პალესტინელებთან და შეუძლია სხვადასხვა ძალების შეკრება. ასევე მთელი რეგიონიდან, მათ შორის კატარიდანაც, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობები აქვს. ამიტომ ვფიქრობ, მაროკოს როლი ამ ყველაფერში დერადიკალიზაციასა და რეაბილიტაციაში მოგვიანებით ეტაპზე ძალიან აქტიურ მაროკოს ვიხილავთ. და არა მხოლოდ თავდაცვის ან უსაფრთხოების სფეროებში, არამედ გრძელვადიან ცვლილებებში, რაც სტაბილურობასა და ზომიერებას უზრუნველყოფს. დრო გვიჩვენებს. როდესაც მაროკოს მონაწილეობაზე საუბრობთ ამ ეტაპზე, როგორც საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის პირველ ნაბიჯზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სხვა არაბულ ან მუსლიმურ უმრავლესობის მქონე ქვეყნებსაც გაუჩნდებათ მსგავსი მისიებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს შესაძლებლობა სხვა მეზობლებისთვისაც გაიხსნას მსოფლიოში. დიახ, ვფიქრობ, პოტენციურად ასე იქნება, მაგრამ ეს მოგვიანებით უნდა ვთქვათ. რადგან რეგიონში ზოგადი გარემო ახლა ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჰორმუზის სრუტეში და ჩვენს არეალში ხდება, ჯერ კიდევ ძალიან ფრიფია, როგორც უკვე ვთქვი. ამიტომ ვფიქრობ, ოქტომბრისა და ნოემბრის შემდეგ, არჩევნების შემდეგ მეტი გვეცოდინება. და ვფიქრობ, ეს ქვეყნები მზად იქნებიან გადადგან სხვა და უფრო ღრმად ორიენტირებული ნაბიჯები იმ სიცხადის გათვალისწინებით, რომელსაც ვიხილავთ. რატო იმოქმედებს ისრაელის არჩევნები და მათი შედეგები ისრაელის ურთიერთობებზე ამ სხვა არაბულ ან მუსლიმურ უმრავლესობის მქონე ქვეყნებთან, განსაკუთრებით მაროკოსთან? რადგან ვფიქრობ, ესეთ ძალიან სენსიტიურ ქმედებებში ეს ნაბიჯები უფრო ფრთხილად, უფრო სიფრთხილით უნდა გადაიდგას. იმის ცოდნით, რომ შედეგი პოზიტიური იქნება. და არ შეხვიდე ამ არენებზე ისე, რომ არ იცოდე ვისთან უშაობ, რა არის მათი დღის წესრიგი. და ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა იცოდნენ, ვინ ხელმძღვანელობს ისრაელის მთავრობას და თუ ჰორმუზის კონფლიქტი სწორად იმ გზით წყდება, რომელიც სტაბილურობას ქმნის მთელ რეგიონში.
და ბოლოდროინდელი ქმედებებისა და მოვლენების, ასევე ამ საკითხის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობ ამ საკითხებზე ჯერ კიდევ გაურკვევლობა. ანათ ლევი ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენთან ხართ 24 ნიუსის ინგლისურ ეთერში. ნამდვილად საინტერესოა მომავლის პერსპექტივა და ის, რას უნდა ველოდოთ. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. მადლობთ.